ევროკავშირი და სომხეთი არასოდეს ყოფილან ისე ახლოს როგორც ახლა. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკური განვითარების, უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრიორიტეტებს. ამის მხარდასაჭერად ევროკავშირი სომხეთისთვის 2024-2027 წლების განმავლობაში 270 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს კი უზრუნველყოფს ბიზნესის მხარდაჭერას და გააუმჯობესებს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას. მათ შორის ხელს შეუწყობს ახალი რეფორმების გატარებასაც. ჩვენი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო. ამ შესაძლებლობით მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ევროკავშირს ბოლო წლებში განხორციელებული პროგრამებისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, სომხეთმა ამ წელს მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ ამ გეგმის განხორციელების შემდგომი რეალისტური ნაბიჯები. ჩვენ ასევე განვიხილეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, რაც ჩვენი აზრით საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენი მოქალაქეების ევროკავშირთან დასაახლოებლად. ველით ხელშესახებ შედეგებს ამ მიმართულებით.